უკვე თითქმის 35 წელია, რაც შვედეთში ვცხოვრობ. მოგმართავთ ემიგრაციიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 2002 წლიდან ვცხოვრობ იტალიაში. ერთი მოგესალმებით, შეგაწუხებთ, მიმდინარეობს სახალხო მოამბის გადაღება. როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებულია და მის არც ერთ პლატფორმაზე ისმის ხალხის ხმა, ჩვენ ვიწყებთ სახალხო მოამბეს. მე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ვარ, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტი. საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ არ იყოს მიტაცებული და ჩემი საქმიანობა შეჩერებული, თქვენ აუცილებლად გაიგებდით, რომ ემიგრანტებს ხმის უფლებას ართმევენ. მართველი პარტია აპირებს, რომ ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობა აუგზავნოს. დაგეგმილი ცვლილებებით მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ. ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ბილეთების ფასისა და სამუშაო პირობების გამო 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. არჩევნებში ხმის წართმევა კი ფაქტობრივად მოქალაქეობის უფლების ჩამორთმევას უტოლდება. 2024 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობას 3.914.000 ადამიანს შეადგენს. საქსტატის მონაცემებით მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში ემიგრაციაში 1 მილიონამდე მოქალაქე წავიდა. აქედან 240.000-ზე მეტი უკან აღარ დაბრუნებულა. მოქალაქეობის უმრავლესობა ეკონომიკური სიდუხჭირის გამოტოვებს ქვეყანას და საზღვარგარეთ ლეგალურად ან ნახევრად ლეგალურად საქმდება. უცხოეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დარჩენილ ოჯახებს და საქართველოს ეკონომიკას ინახავენ. ემიგრანტებმა მხოლოდ 24 წელს საქართველოში 3.4 მილიარდი ამერიკული დოლარი გადმორიცხეს. წელს მაგალითად მხოლოდ ოქტომბრის თვეში 318 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი. ნაცვლად იმისა, რომ ეს საკითხი ახლა მსჯელობის საგანი გამხდარიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერებში, უკვე მოვისმინეთ საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრის, რბილად რომ თქვათ, არაეთიკური განცხადება. ის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს სტარდება რა და მათ უნდათ ივლისში და აგვისტოში ჩამოსვლა, რომ იქ სანდღაც ზღვაზე დაისვენოს, პარალელურად იქ კბილები ჩაისვას, რაღაცაზე იმკურნალოს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეც არის და აქ იაფი უჯდება, ანუ ისარგებლოს ამ ყველაფრით და წავიდეს ისე და იქ უნდა იყოს გადასახადები, იქ უნდა იხადოს. აქ ეს წვილი არ უნდა შეიტანოს და მე ჯვარიწერია და როდესმე ყველანი ხომ უნდა მოვკვდეთ და მე რომ მოვკვდება საელჩოს მიადგებიან რა და საქართველოს ბიუჯეტის ფულით აქ უნდა ჩამოასვენონ. მართველი პარტია და ქართული ოცნების პროპაგანდისტები ემიგრანტების საკითხს პერიოდულად უბრუნდებიან. საინტერესოა ამჯერად რამ გადააწყვეტინა ხელისუფლებას ამ ცვლილებებზე დაფიქრება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკოს მონაცემებით საზღვარგარეთის უბნების უმრავლესობაში ოპოზიციამ გაიმარჯვა. მათ შორის შეერთებულ შტატებში მმართველმა პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 7%. ეს ფაქტი ამყარებს ვარაუდს, რომ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის შეზღუდვა არჩევნების კონტროლის მორიგი მცდელობაა. დღეს მოვედით მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარედ, რომ ვკითხოთ ხალხს. მოგისმინეთ ახლა თქვენ რა საუბრობთ, ეკონომიური სიდუხჭირის გამო მიდიან ხალხი, რომ როგორმე შეინახონ ოჯახები. მე ვარ თელავიდან, გვაქვს სოფელი, რუისპური. ადგილები გვაქვს, ვენახები გვაქვს, ფუტკარი გვაქვს. აი როცა მუშა გვინდა რომ ვიშოვოთ, იმდენი გვაქვს ადგილებიც და ფუტკარიც, მუშა რომ ვიშოვოთ, ვერ ავშოულობთ. ისე რომ სიდუხჭირი არის ნაწილობრივ ხალხის სიზარმაცის გამო. და აი ამას აბრალებენ მთავრობას. მაგრამ მიიჩნევთ, რომ ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა ქონდეთ საზღვარგარეთ. აუცილებლად, აბარა, ეგეც ხო ჩვენი ხალხი არის, ჩვენი სისხლი და ხორცი არის. ერთი ჩემი შვილიც იქ არის წასული გერმანიაში. თქვენი შვილი რატო არის გერმანიაში წასული? სწავლა უნდოდა და ბოლოს იქ დარჩა და აქ რო ჩამოვიდა, რა ვიცი, აღარ მოეწონა აქაური ცხოვრება. არა და დღე და ღამეს ასწორებს იმდენსა მუშაობს, მაგრამ მაინც იქ უნდა ჯერჯერობით. მიუხედავად იმისა, რომ აქ სახლიც აქვს, არც გაჭირვება გვაქვს და საკუთარი ბიზნესი გვაქვს. იქ მეტად ხომ არ უფასდება შრომა? ალბათ. მაგრამ არც აქ არის დაუფასებელი, აი მაგის თქმა მინდა. ეგ დანაშაული არის. რა მიმართულებით რატოა დანაშაული? იმიტომ რომ იმათ ხმის უფლება არ შეუწყოთ აქ. ისინი ძალიან ქართველები და იმიტომ რა. როგორ ფიქრობთ, რატო აკეთებენ ამას? არ ვიცი, მაგათ თავში რა დოხს მეაზიანა ვარ აქ. თქვენ თუ ყავთ ოჯახის წევრები, ვინმე ან ახლობლები ემიგრაციაში? შვილი მიყავს, არ არის. არ ვიცი. რა ვიცი, იქ მოსწონს რა. თქვენი შვილი რატო წავიდა ემიგრაციაში რამდენი ხანია რა? იმიტომ რომ
აქ უხდებდნენ 1 ლარს საათს, უხდებდნენ 13 ევროს. ქალბატონ ელისო, როგორ ფიქრობთ ემიგრანტებისთვის ხმის უფლების შეზღუდვა სწორია თუ არასწორია? რა თქმა უნდა, არასწორია, როგორ შეიძლება. ხმა როდის უნდა მიცენ და როგორ უნდა მიცენ მათ? რომ ჩამოვიდნენ, ზოგი არის არალეგალურად წასული, ხომ? ის რომ ჩამოვიდეს ვეღარც გადავა და მისი ოჯახი მშება მშიერი. ქართულად ცნებას გონია რომ როგორც მათთვის არის მარტივი რომ დღეს რაღაცა სამთავრობო თვითმფრინავით გადაფრინდებიან, გადმოფრინდებიან, მათი ოჯახის წევრები მაშინ იმოგზაურობენ, წავლენ, ჩამოვლენ როგორც უნდათ, ესე არ არის საქართველოს მოსახლეობისთვის რეალურად და ამ ადამიანებს წლობით ჭირდებათ თანხის დაგროვება იმისთვის რომ ჩამოვიდნენ, მერე წავიდნენ. ეს მათთვის არის შესაძლებელი, ჩვენთვის ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არ არის. მარიამ, შენ ოჯახის წევრები ან ახლობლები თუ ყავს ემიგრაციაში და რამდენად იციან მათ კონკრეტულად რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში? მეგობრები ძირითადად, რომლებიც ადევნებენ ყოველთვის თვალს იმას თუ რა ხდება საქართველოში და ინფორმირებულები არიან დამოუკიდებელი მედიების და ონლაინ მედიების დახმარებით, ასე ვთქვათ, თუმცა დღეს კი ხედავთ, რომ ქართული ოცნება ამასაც ცდილობს, რომ ონლაინ მედიები ჩაახშოს, ასე ვთქვათ და ქართული ხალხის ხმა არსად აღარ ისმოდეს. მარიამ, რატო წავიდნენ შენი მეგობრები ემიგრაციაში? იმიტომ რომ იმ ცოდნას და იმ გამოცდილებას, რაც მათ აქვთ, დაფასება არ ქონდა აქ და შეუძლებელი იყო. ამის გარდა იყო ისეთი ადამიანები, ვინც იდევნებოდა უკვე ქართული ოცნებისგან მათი კრიტიკული აზრის გამო და უბრალოდ უნდა ყოფილიყვნენ ან ციხეში, ან საზღვარგარეთ. თუ თავრობა ესე თვლის და პარლამენტი გადაწყვიტავს, საჭიროდ კი ბატონო, იმიტომ რომ დღევანდელი ხელისუფლება მშვენიერ პოზიციაზე არის და მიყვება მშვენიერ იმას რა. იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ზის დღეს უკვე და ევროპა გაიზახიან. რა მოუტანა ევროპა უკრაინას? რა მოუტანა? ქვაქვაზე არ დატოვეს განადგურებულია ქვეყანა. ევროპის ბრალი არის უკრაინაში რაც ხდება თუ რუსეთის? იმიტომ რომ ჩვენ მიბაძვის აქტივი ვიცით იმის რომ ცუდის მიბაძვა ვიცით, კარგის მიბაძვა არ ვიცით. გამიგეთ? ეგ ევროპის ბრალია თუ ჩვენი? ჩვენი ხალხის არის, იმიტომ რომ ჩვენ მიბაძვა ვიცით და მიბაძვით გამოგვაქვს ცუდი. და ევროპაში არის გარყვნილება, მეტი არაფერი. ვის მიბაძავდით თქვენ უკეთესობის? მე მიბაძავ ჩემს ტრადიციას და ჩემს საქართველოს და ჩემს ქართველობას. ალო. დიდი დანაშაულია. ეს სწორი და არასწორზე არ არის ლაპარაკი, ეს არის დიდი დანაშაული. ეხლა მე ვარ დევნილი და წარმოიდგინე ეხლა რომ არ ვიცი მე ეს არ მაქვს წარმოდგენი, რას ქვია, არა აქვს უფლება. წავიდა იმიტომ რომ უჭირდა, წავიდა იმიტომ რომ ავადმყოფი ყავდა, წავიდა იმიტომ რომ ალბათ ასე იყო საჭირო. მაგრამ ჩამოვლენ, შეიძლება ეს თავრობა აუცილებლად არ არსებულია, იცით, ყველაფერს აქვს ზღვარი. არის დასაწყისი და აუცილებლად აქვს დაბოლოება. ისია ეს ცუდი დაიწყო, ესე დამთავრდება, კარგიც მთავრდება თავის დროზე. შეიძლება ცოტა გვიან, შეიძლება ჩვენ გვეჭკარება და აი ეხლა და როდის იქნება ზოგი იქნება. მე ოპტიმისტი ვარ და ამას ასე უყურებ. მე ისიც ვიცი რომ მე როდესმე აფხაზეთში დაუბრუნდები, ხო მთავარია ასაკში ვარ და ამას თუ მოვესწრები, თორე თუ ჯანმრთელად ვიქნები, აფხაზეთის დაბრუნდება. ასე რომ, რა ვიცი, მე მომხრე ვარ იმისი რომ წავიდეს ეს მთავრობა მშვიდობით რა. წავიდეს, დაგვანებოს თავი და წაიღონ თავის მილიარდები და ისხოვრონ იქ ბედნიერად, სადაც თვითონ უნდათ, კაცო. ამდენი ფული გაქვს და ჩვენ რას გვაწვალებ, კაცო, ისხოვრე, გაიხარე შენს და მეს დამანებე თავი. თქვენი სახელი და გვარი ამ მხოლოდ სახელი როგორ წარგადგინოთ? მე დარეჯან სანაია ვარ, არ მეშინია არაფრის. მადლობელი ვარ ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც დგას დღეს იქ აქციაზე და ყველა პოლიტპატიმარს ყველას თავისუფლებას უსურვებ, რაც შეიძლება მალე. მე პედაგოგი ვარ და ვგზნობ, როგორი ახალგაზრდობა წამოვიდა. ეს არის ქვეყნის ბედნიერება. ლუკა, თუ ყავს ოჯახის წევრები ან ახლობლები ემიგრაციაში? რა მაიძულა ეს ხალხი და წასული? წინა 2024-ში მეც პოლონეთში მივეცი ხმა და იქიდან მახსოვს ეგ ყველაფერი. საქართველოში რო კრიზისია, მაგის გამო მიდის ხალხი, რომ მაგითო წავედი, რომ აქ რა ქვია 16 საათი უნდა ვიმუშაო. იქ რო იმუშაო 2 საათი, აქაური 16 საათის ხელფასს მაძლევენ. ეგ ხო, თან უფრო მარდვილი არის, ის 2 საათში ხო ხვდებით რა, მაგითო წავიდი, მაგითო მივდივარ და მაგითო ვფიქრობ კიდე წასვლას, ამ შემდეგ. კიდე აპირებ წასვლას? რა თქმა უნდა, აბა აქ რა აზრი აქვს. უკვე დაიღალა ხალხი რა ამ ქვეყანაში მართლა. აქ ჩემი მომავალი აქ ამ ქვეყანაში არაა ჭორცხოში. რა პროფესიის ხარ, რატო ვერ ხედავ მომავალს? მე დავამთავრე ფილოსოფიის ფაკულტეტი. რა უნდა ვქნა? შენი პროფესიით სამსახურს? არა. თუ იშოვი იმ ხელფასით ვერც მომავალს ხედავ და ვერც აწყვოს ჭორცხოში.
მამარდაშვილი ამბობდა რომ სიბნელე ფიქრისკენ გვიბიძგებსო და როგორ ფიქრობ რამე და სიბნელეა რა ვერი ფიქრე ნამდვილად სიბნელეა არა შიარი კუჭით ვერი ფიქრებ ასე რო ვთქვა ვარლუბალ მე ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო და სამშობლო და სულ არ მინდა რომ წავიდე მიჭირდა კიდევაც მაგრამ ვერ გადავწყვიტე უბრალოდ მე ცოტა შიშარავად კი ფიქრიათ ისე კი მიფიქრია იმიტომ რომ პრობლემები გაფიქრებიებს ამას შენ რო არ გინდოდეს ეს ასია დედალ იფიქრებ აუცილებლად იფიქრებს ყველა აქ ახლა კარგად ნორმალურად ვიქნები მე არ მაქვს დიდი მასე საუბარი არც ამბიცია არ მქონია არასდროს რომ რაღაცა ძალიან კარგად მეცხოვრა ბევრი მქონება და ელემენტარული ადამიანური მაგის გულისთვის მიდია არავინ არ მიდის ახლა ესე ძალიან ბევრი რო კონდეს იმის გულისთვის არავინ არ მიდის გაჭირვების გულისთვის მიდიან ემიგრაციაში წამოვედი საქართველოში არსებული უპერსპექტივობის გამო 2002 წელს იყო შევარდნაძის პერიოდი და მე დავტოვე ჩაბნელებული, გასაცდავებული, ძალიან რთულ სიტუაციაში მყოფი საქართველო. ძალიან გულსატკენია რომ ასე გვექცევიან ემიგრანტებს და ეს ძალიან შეურაცხმყოფელია და მტკივნეულია ყოველი ჩვენგანისათვის. ისედაც რთული იყო ემიგრანტებისთვის საარჩევნო პროცესში მონაწილეობა, რადგანაც როგორც გახსოვთ, მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობა იყო საარჩევნო უბნების და დამატებითი უბნების გახსნაზე მაშინ მთავრობამ უარი თქვა. ჩვენ მაგალითად წინა წელს გერმანიაში ვიყავით და 8 საათი ვიყავით გზაში ჩვენი ქალაქიდან ფრანკფურტამდე მარტო ერთი გზა იყო 8 საათი იქ ჩავედით თელი დღე რიგში ვიყავით რომ ჩვენი კუთვნილი ხმა დაგვაფიქსირებინა გავათენეთ და მე უკან წამოვედით თითქმის ყველა ოჯახში ყავს ჩვენ ემიგრანტები და ალბათ მათაც ყავთ ახლობლები და ნათესავები ემიგრანტები და ძალიან კარგად იციან რომ ემიგრანტი ვერ ახერხებს თუნდაც 4 წელიწადში და თუნდაც 10 წელიწადში ერთხელ ჩამოსვლას თავის ქვეყანაში. ეს ძალიან ბევრ პრობლემებთანაა დაკავშირებული, ეკონომიურ პრობლემასთან, ასევე ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც საბუთი არ აქვს და ვისაც საშუალება არ აქვს ჩავიდეს თავის ქვეყანაში და მისცეს ხმა. ასე რომ ეს ნამდვილად არაა გამოსავალი, ეს არის მხოლოდ თვალის ახვევა და თვალებში ნაცრის შეყრა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯერ კიდევ მათი სამწუხაროდ სჯერათ. მგონია რომ პირიქით უნდა მოხდეს მაქსიმალურად ხელშეწყობა რომ ემიგრანტებმა არ დაკარგონ ბმა საქართველოსთან და ის თოდნა გამოცდილება თუ სხვა რესურსები რაც მათ გააჩნიათ მოახმარონ ქვეყნის განვითარებას და დასავლეთთან დაახლოებას და დაკავშირებას და სამწუხაროდ არათუ ეს არამედ პირიქით იზოლაცია და მოკვეთა ხდება უცხოეთში ცხოვრები მოქალაქეების. სახევალი ცხოვრება გავატარე საქართველოში, არასოდეს არ გამიწყვეტია რაც ევროპაში ვარ უკვე 35 წელია თითქმის საქართველოსთან კავშირი და ზუსტად ვიცი რომ ევროპაში საქართველოს შემოსვლა არის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი რადიკალური გამოსავალი იმ სიტუაციის გამოსასწორებლად რაც ეს არის საქართველოში. აი ჩვენი დევიზია ისევე როგორც აი ხო ძალა ერთობაშია. ერთობაში ვხედავ გამოსავალს, ერთად ბრძოლაში ვხედავ გამოსავალს. მეტი სხვა აი ვერაფერი ვერ გადაგვარჩენს ჩვენ. ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ ბოროტებას და აუცილებლად გადავრჩებით. მინდა ვისარგებლო და პოლიტპატიმრებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალი არიან და ისინი თავიანთი ცხოვრების საუკეთესო დღეს საქართველოსთვის ციხეში ატარებენ, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უსამართლობა ძალიან მალე დასრულდება. ღრმა და უფრო მრავლის მომცველი ესეთი სოლიდარული მოძრაობა, რა თქმა უნდა, ალბათ გადამწყვეტია და ეს მხოლოდ რაღაცა სურვილი არ არის, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ხედავთ და მე ვამაყობ, რა ვიცი, ჩემი ყველა თანამოქალაქე ვინც თუნდაც იქ დგას და არ მხოლოდ ვინც უსთავოზე დგას და ასე შემდეგ, არამედ რომლებიც შეიძლება თქვა რაღაც სხვადასხვა უხილავი ფორმით მონაწილეობას იღებს, რომ ქვეყანა ბოლომდე არ დაეცეს.